გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ იმ მოლოდინზე, რომელიც დღეს დილიდან შეიქმნა. იცით რომ ნახტლისღების დღესასწაულზე იწყალებს ხოლმე პატიმრებს, იწყალებდა ხოლმე ყველა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილისაც წესით ეს უნდა გაეკეთებინა, თუმცა დღეს მთელი დღის განმავლობაში ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს შეიწყალეს თუ არა პატიმრები ის პატიმრები რომლებიც პოლიტიკურ საქმეებს ესყედან ან ის პატიმრები რომლებიც საერთოდ სხვა საქმეებს ესყედან არც ერთთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ არის იცით ალბათ რომ პატიმრების მშობლები დილიდან ნაწილი შეკრებილია ციხეებთან და მიუხედავად იმისა რომ დიდი მოლოდინი არ ქონდათ მაინც ყოველ შემთხვევაში მივიდნენ რომ იმცობა რამე სასწაული მოხდესო მაგრამ დღე თითქმის გავიდა და არც კის ამბობს ვინმე არც არას ამბობს აი ასეთი ვითარება გვაქვს მთელი დღის განმავლობაში გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენი სტუმარი იქნება ელენე კროტენკო კასტრაძე ვებქვია კასტრაძის მეუღლე და ასევე ტატო ქელბაქიანი ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ხმობატონებენ თქვენგან დავიწყებთ ბუნებრივია თქვენ უნდა გაქვთ მაინც ჯერ კიდევ იმედი რომ შეიძლება მოხდეს შეწყალება მივესალმები თქვენ მაყურებელს დღევანდელ დღეს მიულოცა მთელ საქართველოს სამწუხაროდ არანაირი მოლოდინი არ მქონია და არ მაქვს მოლოდინი რომ გამოუშვებენ ჩემ მეუღლეს ახლა ამ შემთხვევაში ჩემ მეუღლეზე ვისაუბრებ უბრალოდ უკეთესი იქნებოდა რომ უბრალოდ დილიდან რაღაც განცხადება გაეკეთებინა რაღაც ვისაც ასე თქვათ ან ისე ხო? დიახ, უკეთესი იქნებოდა რომ რაღაც ნაპერწკალი არსებობს და აქედან გამომდინარე ადამიანი რაღაც ოპტიმისტია, რაღაც მომენტში და რაღაცა მაინც რაღაცა მოლოდინი თითქოს რაღაც შეიძლება არსებობდეს ისე და უბრალოდ ოჯახში მეც რაღაცა დილიდან სადილით ვერ გავაკეთე რაღაცნაირად თითქოს მოლოდინიც არ მაქვს რომ რაღაცა მეუღლე მომიდოდა დღეს ბავშვებიც მოლოდინში არიან ჩართეს ტელევიზორი ვზივართ რაღაცა გარეთ არ გავიდა ბავშვი დედიკო რაღაცა მეც რო შემხედა რომ რაღაცა ფორიაკში ვარ და სულ ტელევიზორთან ვზივარ და ბავშვით აი მოლოდინში იყო და რაღაც უკეთესი იქნებოდა რომ ეთქვათ რომ ყველათ არა და აქედან და თითქოს გდანშიც არ წავედი რაღაცნაირად რომ ვიცი რომ არაფერს არ ველოდები უბრალოდ რაღაცა აქედან გამომდინარე რაღაც ზედმეტად ჩავთვალე რომ იქ დამდგარ ვიყავი რაღაც მომენტში კი და კი მქონდა სურვილი რომ უბრალოდ ჩვენებს ვეძახით ჩვენ ბიჭების მშობლებს და შეიძლება წავიდე ამ გადაცემის შემდეგ შეიძლება შეუერთდე უბრალოდ დავდგე და გავამხნევოთ ერთმანეთი და დავამშვიდოთ და რაღაც მეუღლემაც დამირეკა მომილოცა არაუშავს ცოტა ისეთი ხალისიანი ხმა ჰქონდა თვითონ არ ჰქონდა ეს მოლოდინი თუ არა თავიდან როდესაც დაიწყო საუბარი ამ თემაზე გაუჩნდა მოლოდინი რაღაც ოჯახური ღონისძიება ჰქონდა და გადავდეთ რომ შესაძლებელი ყოფილიყო მეუღლესთან ერთად რაღაც ყოფილიყო ის ჩვენი ღონისძიება ჩაგვეტარებინა მაგრამ ცოტა ხნით აი ნათლიღებამდე რაღაცა წინა დღეებშიც ვიყავი მეუღლესთან 24 საათიან ვიზიტით ბავშვებთან ერთად და დიდად ვერ ვიგრძენი რომ პირიქით რაღაც ისეთ თემებზე ვსაუბრობდით რაღაცა უნდა შეიძლება გზანში გადავიდეო რაღაც ზრთულია ხო გზანში კუხაერო სივრცეში ყოფნა და ცოტა სადაც უფრო შემსუბუქ ხდება სიტუაცია. ამ თემებზე ვილაპარაკეთ დიდი მოლოდინი არ გქონია სამწუხაროდ. ხო, მოგებატონო, დატო შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ხო? რამდენად შეიძლება ზოგი ამბობს, რომ არც უნდა ელოდო ხელისუფლებას, ზოგი ამბობს, რომ არც უნდა მოითხოვო, იმიტომ რომ თუ ამ ხელისუფლებას არ აღიარებ, რატო ელოდები თქვა მისგან შეწყალებას და ვოლსკის კომენტარებიც ვნახეთ. რა სიტყვენ თქო? პირველ რიგში ყაველაშვილი არაფერს არ წყვიტავს, მოდი ამაზე პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ წარმოადგენს არაფერს, გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და ის ადამიანი გადაწყვეტილებას როგორც ამ ადამიანის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება ამ ადამიანების უკანონო დაკავების ასევე შეიძლება ესეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო დაუშვათ შეწყალებასთან დაკავშირებით. ხა შეწყალებას რომ დაჭირდება ვინმეს
პროცედურულად არის ისე, რომ ხა კანონმდებლობით შეუძლია ნებისმიერ განცხადების გარეშეც გადადგას ეს ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ კარგად ხედავდით, რომ ეს რეჟიმი მუდმივად ცდილობს რამენაირად ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ზიან და არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ უნდა გაეტარებინათ საპატიმროში, ამ ადამიანებისგან რაღაცა მონანიება და აღიარებასავით მოიპოვოს, რომ მე თვითონაც გამოიძვრინოს თავი იმ დანაშაულისგან, რაც თვითონაც არის გახვევი, იმიტომ რომ ამათ ესენიც ხო თვითონაც ხვდებიან, რომ ამდენი უკანონო პატიმარი, ამდენი ხანიც ესენი ყავთ, ადრე თუ გვიან ეს შემოუბრუნდებათ. იმიტომ რომ ყველა შემოუბრუნდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციების გააკეთა, მოსამართლეების მიიღო გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებს და ამათი მხრიდან ამ კომპრომისით წასვლა მათთვისაც რაღაც ერთგვარი ის არის, რაღაცნაირად შვება, რომ შემდგომი რაღაცა კუთხით ეხლა რა აი თვითონ აღიარა და მე რა შუაში ვარ, რაღაცა გამოიყენოს და ამას დამატებული პროპაგანდისტულადაც რაღაცნაირად დააზიანოს პროცესი. ეხლა მე არა პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთ ადამიანს არც უსაყვედურებ, რომ დაუშვათ ესეთ ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ არავინ ვინც არ არის საპატიმროში ნამყოფი და არ ატარებს ამ დახურულ სივრცეში, არც აქვს მორალური უფლება რაღაცები მიუთითოს ამ ადამიანებს, მაგრამ არ შემიძლია ამავე დროს არ გამოვხატო ეს აღტაცება ამ ადამიანების, ესე ვთქვათ, მედეგობის და ეს უკომპრომისობის გამო, რომ ესე მაგრად განან და ფაქტობრივად ვერცერთი ვერ გატეხეს რა და ეს არის რაც ამათ აგიჟებ და ეს მესეჯები ხომ მოვისმინეთ ჩვენ აი ამ ფაქტობრივად იყო მინიშნებები, რომ თუ ამ კომპრომისზე წახვალთ, ფაქტობრივად ესეთ გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია. თუმცა ჩვენ სხვა გვარი გადაწყვეტილებებიც გვინახავს, ხო, ზოგიერთები რომ მოატყუეს კიდევაც რაღაცა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით იყო ერთ кейსზე, როდესაც ფაქტობრივად მე მის წინამდე გამოიყენეს. ამიტომ ეს რეჟიმი არის საკმაოდ ვერაგი. ადამიანურ სახე მას დიდი ხანია დაკარგული აქვს და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა, ხო, შეიძლება თქმულიყო ხა თუ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის შეწყებასთან დაკავშირებით, ეს მოლოდინიც არ შექმნა და დღილიდან საღამომდე ადამიანს რაღაცა მოლოდი ხა ოჯახებისთვის გასაგები რაღაც მოლოდინი გააქვს, ხა სადღაც მაინც გინდა რომ იქნებ მოხდეს და შენი ოჯახის წევრი სახში დაბრუნდეს და არც ეუნები და დღილიდან საღამომდე ეს ადამიანები იქ უნდა ამყოფო და ეს რაღაცა არ ვიცი, არა ადამიანური სადისტური გამოხატულებაა ემათი ქცევისაც თვითონ რა. ამიტომ ხო, მე სიმართლე გითხრათ არ მქონდა მოლოდი. ხო, ნუ ეხა არ მოლოდინი ასე ვთქვა. ხო, ნუ არაფერს არ ამბობენ, ხო, ანუ არ ვიცი ეხა სპეციალურად გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ. არა, რატომ ეხა ადმინისტრაციას ხო შეიძლება თუ არის მიღებული გადაწყვეტილება, ეხა გადაწყვეტილება ბევრად ადრე უნდა იყოს მიღებული. ეხლა ხო არ უნდა მიიღო, ანუ შესაბამისად ეხა რაღაცა ტიპის საუბრები რო არ რაღაცა შეგიძლია რაღაც განცხადება გააკეთო, რაღაცა მოლოდინები არ შექმნა, ხო, რაღაცასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებაში თუნდაც, ხო, ეხა ან სენდისის პატიმრების ოჯახის წევრების გულისხმობ, ხო. ამიტომ, ნუ მე არ ძალიან მე ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანი დღესვე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში, მაგრამ ნუ ამ რეჟიმის პირობებში მე ესეთი იმედი არ მქონდა. არც მაქვს ეხა უახლოეს მომავალში რომ ესეთ ნაბიჯზე წავიდნენ. იმიტომ რომ ხა ამათი ქცევის და ასე ვთქვათ დინამიკას აჩვენებს რომ ნუ მათ მიაჩნიათ რომ ესეთ კომპრომისებზე არ მაიარონ რა. ნახა თუ შენ და წაგიყვანეს დათმობაზე მე შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგენ. ხო, ნუ ვოლსკი მივიდა თქვა ადამიანები ვინც არ მოინანიეს არანაირ შეწყალებს არ იმსახურებენ. მეორე მხრივ არსებობენ ისეთებიც ვინც ფიქრობენ რომ ამ შეწყალებით შეიძლება ვინმე დაფიქრდეს. გასამეზებელი აქვს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოსო და ეს მონანიების თემა რამდენად იყო თქვა პატიმრებთან ამაზე საუბარი ან მინიშნებები ვინმეს ხვიდა რომ აი დაწერეთ შეწყალება მოინანიეთ და გაგიშვებთ ასე. ფაქტიურად უნდა მოეწერათ ხელი და ძალიან რთულია ახლა აღიარო ის რაც არ ჩაგიდენია და აქედან გამომდინარე ჩემი მეუღლის საქმეში ისეთი რაღაც 156,000 ლარის ნაგვის ურნის ზიანია, ნაგვის ურნები გადაწვეს, 23,000-ის სკამი დაზიანდა და როდესაც ადვოკატმა კითხა მოწმეს რომ როგორი სკამი დაზიანდა პარლამენტიდან გამოტანილი სავარძელი იყო სკამი იყო ბაღის სკამი ვერ გვიპასუხა
პროცესი იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ მე არ დავდიოდი აქციებზეო და მე არ ვიცი მე ზიანის ფურცელი გამომატანე საბუთი რაღაცა და წერია ზიანი და არ ვიცი რომელ სკამებზეა საუბარი და შკოდა იქ რაღაცა ორი შკოდა დაზიანდა ჩემი მეუღლის საქმეში იქ რაღაცა პარლამენტის შენობაში ნაპერწკლებით ჯერ თუ რა თქოს რომ ფარდა ვეფხიას საქმეში იყო აი მოვკვდით სიცილით ვერ გავიგეთ ფარდა რაშვაში იყო და როგორც გავიგეთ რომ ფეერვერკებით ეს რაღაცა ნაპერწკლებით დაზიანებული ფარდა დიახ ეს ორგანიზატორი ხო სამი ორგანიზატორია ამ ჯგუფურებში და ნუ ვეფხიას საქმეში იყო ეს და ორგანიზატორობა ბრალდება ამ ადამიანს დიახ აი ეს ზიანი და ძალიან ისეთი სასაცილო რაღაცა რომელი ერთი უნდა აღიარო უბრალოდ და აქედან გამომდინარე ხო ნამდვილად ახლა ვიცი რომ ბოლო დღემდე პატიმრობაში იქნება და ტყვეობაში ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა ახლა გამორიცხულია რომ ამი აღიაროს და რა უნდა აღიაროს უბრალოდ ფიზიკურად რაც ეს სამშობლოს სიყვარული მეტი არაფერი სამწუხაროდ ხო ნუ ეს ვითარება არის ასეთი ნამდვილად შექმნილი რომ რაღაც ესეთი არჩევანის წინაშე აყენებენ ხო ადამიანებს ან რაღაცა ვაჭრობენ ხო რაღაცა უნდა დაიბრალოს ან აღიაროს რაც მისი აზრით მას არ ჩაუდენია და ნუ ის ასე უყურებს ამ საკითხს და მეორე ანუ ეს ჭირდებათ რისთვის შენი აზრით დატო რომ აჩვენო რომ გავტეხეთ ეს ხალხი ხო თუნდაც კი ერთიც არის რომ გატეხეს თვითონ ამ პროტესტის და საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციისთვის და დაზიანებისთვისაც რომ აი ხა ჩვენ მე სულ ამბობ რომ ხა როდესაც ხა ჩვენ ამ ხელა ბრძოლაში ვართ ხო სინთეზის პატიმრები არიან ბრძოლის თავარი მედროშეები ხო ყველაზე ძვირფასი გაიყო ამ ხალხმა რა თავისუფლება იგზიან და კიდე დამატებითი აღთქმულებას იწევს რომ უბრალოდ ამდენი სინთეზის პატიმარია და ერთად ვერ წაიყვანეს ამ კომპრომისზე რომ რაღაცა ხო ახ ადამიანურად ძნელი იზოლაციაში ხარ და შეიძლება რაღაცა დაიღალო და მინდა სახში წავიდე რა თქვა და ჯანდაბას მოვაწერ და ოჯახთან დაბრუნდები მაგრამ ეს პრინციპულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმიტომ რომ ეს მათ შორის აი კარგად ესმის მე ვფიქრობ ამ ხალხსაც რომ ამ თავიანთი მედეგობით ამ პროტესტის სიძლიერესაც უწყობენ ხელს და ჩვენი მხრივად თქვა გარკვეული ვალდებულება რა ეს ვამბობ რომ ახლა სანამ ეს ხალხი ბრძოლო იქ არის და სანამ ერთი ადამიანი ყველა არ დაიხსენი ხა რა უფლება გაქვს რომ გაჩერდე ხო აქედან გამომდინარე ჩვენც აი ამ უწყვეტ პროტესტში ვართ ვეძებთ ფორმებს და ამ ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნა პროტესტის ხა შეიძლება პროტესტს ხანდახან სხვადასხვა შინაარსი ჰქონდეს მაგრამ ეს შინაარსი სულ აქვს იმიტომ რომ სანამ ეს ხალხი არ იქნება დახსნილი ტყვეობიდან მანამდე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს წინააღმდეგობა და ეს არის როგორც მინიმუმ მოთხოვნა ხა მაქსიმუმ მოთხოვნა არის ის ცვლილებები რაც ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში და რა ცვლილებებისთვისაც ვიბრძვი და რა ცვლილებებისთვის და რა რომელი ქვეყნის სიყვარულის გამოც ეს ხალხი აღმოჩნდა საპატიმროში ხო, ნუ ვეფხია კასრაზე გამოეხმაურა ხო თქვენი მეუღლე ვოლსკის ამ განცხადებას. ვოლსკის ინტერვიუს ვისმინე და ერთი რას ითხოვს ჩვენგან დანაშაული რომ არ ჩამიდენია და საერთოდ უსამართლოდ რომ არ დაკავებული, არანაირ მტკიცებულო რომ არ არსებობს ჩემზე, რა მოვინანიო, გაუშვით ეს ბავშვები, თორემ მადუროს ბედი გელით თქვენო გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო ბავშვები, როდესაც ქვეყანა გაძარცვეს, მილიონებრო უპოვებს ქვეყნის პირველ პირს, პრემიერს წარმოიდგინეთ ხალხი ხო და 5 წელი მისცეს და იქ საჯიში ბიჭები არიან ციხეში და რაღაცას გვამადლიანო, მაგათი დამადლებული მე პირადად არაფერი მინდა, მაგრამ ეს ბავშვები გაუშვან, რა და მოვითხოვ რომ გამათავისუფლონ, იმიტომ რომ არანაირი დანაშაული არ მივიწვის მე. ეს არის ჩემი სიტყვები, შეწყალება მაგათ მოუწევთ, აქეთ ჩემგან და რამდენად შევიწყალებ. მე ეს უკვე მეორე ხარისხოვანია თქვა თქვენმა მეუღლებ. ანუ ეს ასე თქვა დამოკიდებულება, ასე სტატუსაუბრობდა რომ შეიძლება რაღაცა ბოლოს დაიღალო ადამიანი, ხო, ამ ბრძოლით უნდა ციხეში ჯომიდა თქვა რომ ანუ ეს ვეფხვიას როგორც ვთქვი არ ეტყო. ხო, ანუ რამდენად არიან ისინი მზად რომ ხო რაღაც იმედი თუ აქვთ, ბრძოლის ჟინი თუ აქვთ და ასე შემდეგ. აი ერთი წუთითაც არ დაიხევს უკან ჩემი მეუღლე ვიცი ნამდვილად, იმიტომ რომ ცხოვრების აზრს ხედავს ამ ბრძოლაში მე და ვიცი ნამდვილად რომ ეს ასეა აი როდესაც ხვდები მეუღლეს ზოგჯერ ამ ბიჭებზე მიიწევს აი შეიძლება შვილების ამბავი არ იკითხოს როგორ ახარ და ამ ბიჭებთან ერთად ვისთანაც არის სულ მათზე მელაპარაკება და რაღაცა აი ასე უკეთებს მე როგორ ჩემ შვილებს რომ ვერ უვლიო ეხლა ამ ბიჭებს რომ რაღაცა ვზრუნავ ბიჭებზე და ამით რაღაცა ვიხალისებ თავს ბავშვებზეც არ ვფიქრობო ჩემ შვილებზეო რომ რაღაცა მე ცოტხასიათზე ვდგებიო ცუდად ხვდები და აი გადამაქო ეს ჩემი შვილების სიყვარული ამ ბიჭებზე და განიცდის ახალგაზრდების მდგომარეობას რომ აი
საცოლე ბიჭებიო, რაღაცა ეს საჯიში ბიჭები და მაგარი ბიჭები და რა ვიცი, მოკლედ არ დათმობენ და რაც იქნება საჭირო ჩვენი სამშობლოსთვის, ვიცი რომ არ დაიხევს. ხო, თუმცა აი ინტერვიუში მე მახსოვს რაღაც ცოტა საყვედურნაირები ტონიც ჰქონდა აი მოსახლეობის მიმართ. ხო, რატო არ გამოდიხართ ქუჩაში? დიახ, ნამდვილად ჩვენ გვჭირდება ხალხმრავლობა ქუჩაში და ცოტა გაძლიერება დღევანდელი სიტუაციის გაძლიერება ჩვენი პროტესტის ოდნავ რომ შემცირდება ჩვენ მთავრობას მეტი არ უნდა ეგრევე რაღაცა ითვლიან თავებს და რა თქმა უნდა კი ძნელია შეიძლება ცუდ ამინდში გამოსვლა რაღაცა ყველას თავის საქმე აქვს მაგრამ გასაგებია ძალიან ბევრი ჩემი ახლობელიც რაღაცნაირად ნაკლებად მე კონტაქტება რაღაცა გერიდებიან ყველანაირად და რაღაცა შიში არის კი ვიცი პოზიცია ბევრის მაგრამ თან ეს შიში არის და შიში ყრობს ამ ხალხს და ვერ ბედავენ ვერაფერს რაღაც მეც მეუბნებიან რომ ну რაღაც დაწყნარდითო დამშვიდითო თქვენო რომ დაწყნარდებით გაჩერდებით და ისა მე უფრო მეტი იქნება მოლოდინი რომ შენ მეუღლესო არ გამოუშვებენო რადგანო შენ არის სვენეფა და არ წყნარდები ну ძალიან ბევრისგან მესმის ეს და მაინც რა გამაჩერებს არც ისე ხდება არც ესე და მაინც არ გავჩერდები და სანამ ამდენი უსამართლობა ხდება ჩვენ ქვეყანაში მე წყნარად დივანზე ვერ დავჯდები სახლში და მე არ შემიძლია შევეგუო რაღაც ჩემ ოჯახს ცოტა სხვანაირად შეეხო ეს სიტუაცია უკვე ეს თქვა მეუღლე მე ხო გაშლა თემის არ მინდა დეტალებში ხო ანუ შევახსენოთ ჩვენ რომ თქვა რომ რაღაც ბავშვებზე ხდება ზეწოლა ხო რაზეც მე სუსმა დაიწყო გამოძიება თქვა რომ აი ჩვენ მაგას გავარკვევთ და სუსმა გერატო პროკურატურის მიმართა დაიწყეთო რომ რაღაცას გვაბრალებსო ვებხია გვაბრალებსო დიახ, არა, აი სპეციალურად არავინ იფიქროს რომ მე რაღაცა შოუში ვარ დაინტერესებული, მე ვარ მზად რომ ვითანამშრომლო და ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. ანუ საუბარია რომ ბავშვებზე ხდებოდა დიახ, ჩემ უფროს გოგოზე, რომელიც ანუ ეს დაიწყო აი რუსული კანონის პერიოდში რომ ეს აქციების დროს მე და ჩემი უფროსი ქალიშვილი ხშირად გავდივდით აქციებზე და Facebook-ზეც ვდებდით ხოლმე რაღაც სურათებს რომ აქციებზე გადაღებული და იქედან დაიწყო და ძალიან ბევრი ზარი შემოგდიოდა მე დეტალურად ახლა დეტალებში არ შევალ ანუ უცნობი ნომრებიდან დიახ რეკავდნენ ბავშვთან ღამის 2:30-ზე პირველ საათზე სკოლაში რომ მიდიოდა მე ისეთ შტაბში დედიკო მირეკავენ სკოლაში რაღაცა ისეთ შტაბეჭირება მქონდა რომ ბავშვი რომ მიდიოდა სკოლაში ვიღაცა ხედავდა რომ გავაცილებდი და მე იწყებდნენ იქ ბავშვთან ზარებს და რეკვას ღამე ურეკავდნენ მე რაღაც პერიოდი დეტალებს არ ვიტყვი რაღაც პერიოდი კარტაც ამოუღე ბავშვს იმიტომ რომ დაიძაბა ბავშვი რაღაცა და ფობია გაუჩნდა ტელეფონის მიმართ და გამოვართვე არ გინდა მეთქი ტელეფონის ერთოდ არ გქონდეს ну რთულია მე რაღაც კიდე ჩაუდე კარტა აი ახლა შევიძინე ახალი კარტა ჩაუდე ბავშვს და სადღაც ერთი კვირის თავზე უკვე დაიწყეს რეკვა. დიახ, ახალ ნომერზე. ეგრევე გავარკვიეს. დიახ, ну ჩემ მეუღლეც რომ დააპატიმრეს, აი ვერ ვითვლიდი იმდენი ადამიანი დამყვებოდა და სკოლასთან ეს ხალხი იდგა დილას 8 საათზე. ბავშვი რომ მომყავდა იქ სკოლასთან რატო იდგებოდა ეს. სუსი დამყვებოდა. დიახ, ხო რაღაც ეს ცოტა სასაცილოები იყვნენ ხუდებით, სათვალეებით დილის 8 საათზე რაღაცა ხალხი აი ინდურ ფილმებში რო არის რაღაცა ეს ცოტა უნიჭო იყო ძალიან რაღაცა თუ მაჩვენებდნენ რომ ალბათ ინტერესი ქონდათ რომ დიახ რაღაცა აი აშკარად რო ვამჩნევდი და ცოტა რაღაცა ინდური ფილმების სცენარში მეგონა თავი რაღაც სასაცილო არა ხო ძალიან განვიცადე ეს ძალიან სტრესი იყო მაგრამ რა ვიცი ალბათ ამ სტრესსაც ეჩვევა ადამიანი და არავის არ ეგონოს რომ ახლა მე რაღაცა შოუს ელემენტებია მე მზად ვარ ამ პროკურატურასთან ითამაშოთ კი ბატონო როგორც ჩათვლით საჭიროდ იმიტომ რომ ჩემ ოჯახს ეხება და ჩემ უფროს ქალიშვილს რომელიც 13 წლის ბავშვია და აქედან გამომდინარე ნამდვილად კმაყოფილი დავრჩები კი ბატონო დატო შენ როგორ შეაფასებ ამ ფაქტს ერთი და მეორე ხალხის პროტესტებს რომ მითხრა და დავასრულოთ ამით ხო ნუ
ამათ წესში ჩვენ ახლა რუსული კანონიდან მოყოლებული ჩვენ გვახსოვს ესეთი ანონიმური ზარები, კედლებზე მიხატვები. ანუ ეს არის რაღაცა ჩვეული სტილი დაშინების, რომელსაც სხვადასხვა ფორმით იყენებენ და ცდილობენ ამ ოჯახებზე ზემოქმედებით რაღაცნაირად ამ პროტესტს ჩამოაშორონ ეს ხალხი და რაღაცა ესეთი ადაპტირებული ესეთი მეთოდი ახლა ზოგ კედელზე რაღაცას აწერდნენ და ალბათ გახსოვთ კიდე კი და რაღაცა ანონიმური ზარები შემოდიოდა და ასე შემდეგ და ხან ზო ინდოეთიდან და რაღაც დაშიფრული ო ექსი ну რა შეიძლება პროტესტი ხა ну უწყვეტი პროტესტი გრძელდება ჩვენ გრძელდება მაგრამ აი ხო ესაც ვიფიქრე რა თქვა ეს რომ ანუ თითქოს ეს გამოდის მართლაც რომ ეს ხალხი პატიმრები ამ ხალხმა ვინც ადრე დადიოდა და აღარ დადის ხო რაღაც მიატოვა თითქოს ხო ესე გძნობენ ესენის თავს რომ ადრე ბევრი ხალხი მოდიოდა დიდი აქციები იყო და ეხლა იმდენი აღარ მოდის და შესაბამისად ამ პატიმრებსაც გაუჩვათ შეგრძნება რომ ანუ შეეგუა თითქოს მოსახლეობა ამათ პატიმრობას ამ ადამიანებს ხო ჩვენც გვინდა რომ ყოველდღიურად იყოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი პროტესტში, ამაზე მუშაობთ, ვცდილობთ სხვადასხვა ფორმები მოვძებნოთ. შაბათის ცვლილებები არის უკვე 7 ჯერ იყო და საკმაოდ ვაქცეთ ტრადიციული ცვლილება და ამ შაბათსაც გვექნება ტრადიციული ცვლილება, ცოტა დამატებით შინაარსაც ვძენთ, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი თემა და პრობლემა, რომელიც ყველას წვდება. გარდა ახლა ისე სინდისის პატრონების გათავისუფლების მოთხოვნა არის ნებისმიერი აქციის მოთხოვნა. ანუ ეს არის უბრალოდ არის დამატებით საკითხები, რომლებზედაც მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, ეს არის მაგალითად უმაღლესი განათლების და ზოგადად განათლების არა მარტო უმაღლესი ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელთაც ცდილობენ აკადემიური სივრცის და საგანმანათლებლო სივრცის გამოშიგნას. ამიტომ ამ შაბათს გვინდა რომ ეს ცვლილება აი ამას მიეძნას და აი ამ პრობლემას და ვცდილობთ რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ყველა ეს ადამიანი რომ მშობლები, ვისაც ეს შეეხება, კარგად აუხსნათ ის გამოწვევები რაც ამას მოყვება და შესაბამისად ტრადიციული ცვლილება გვექნება, სადაც მოთხოვნა რა თქმა უნდა სინდისის პატრონების გათავისუფლების ყოველთვის არის და ეს არ იცვლება. და ამიტომ ვცდილობთ ახლა ჩვენ წელიწადზე მეტია, ხო, ამ პროცესში ვართ, ადვილი არ არის, იწვევს გადაღლასაც, იწვევს ფრუსტრაციასაც და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ფაქტად რჩება, რომ ყოველდღიური პროტესტი რუსთაველზე გრძელდება 417 დღეა და ყოველ კვირეული მსვლელობებიც გრძელდება და კიდევ გვაქვს გეგმაში რომ რაღაცა კომუნიკაციის ფორმები მოვნახოთ ხალხთან და მეტად მივიტანოთ ინფორმაცია. სამუშაო არის ნამდვილად რა. ამიტომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია. მადლობა დიდი განაცემის სტუმრობისთვის. გისურვებთ რომ ფუია გათავისუფლებული იყოს. მიმართალია რომ იმედი არ გაქვთ ამ ეტაპზე, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ჯერჯერობით კვლავ ელოდებიან ციხესთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები. ელენა კროტენკო კასრაძე, კასრაძის მეუღლე და ტატო ქელბაქიანი ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის დირექტორი იყო ჩვენი სტუმრები. დაგვეულოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ საერთაშორისო თემებზე გადავალთ. ამერიკა, ტრამპი და გრენლანდია ამ თემაზე ვისაუბრებთ. გიორგი ლაბაძე. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკის სურვილზე რომ გრენლანდია შეიერთოს ტრამპის სურვილზე. ნატო 20 წელია დანიას ეუბნება რომ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროსო. ამწუხაროდ დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლიაო. დაწერა ტრამპმა ახლა დროა და ეს გაკეთდებაო. გაცნობისთვის ტრამპმა 2 დღის წინ განაცხადა რომ აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოსთან დიალოგს აწარმოებს. გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს ვესაუბრებით. გრენლანდია ეროვნულ უსაფრთხოებისთვის ძალიან გვჭირდება. თუ მას ვერ მივიღებთ, მაშინ ეროვნულ უსაფრთხოებაში დიდი ხვრელი გვექნება. კერძოდ ოქროს გუმბათისა და სხვა საკითხების თვალსაზრისითო თქვა მან. თუმცა ნუ ბუნებრივია არსებობს დიდი წინააღმდეგობა ევროპის ლიდერების მხრიდან და სწორედ ამ ქვეყნებს დამატებითი ტარიფები დაუწესა ტრამპმა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ევროპის სისუსტე აშშ-ის მიერ გრენლანდიის კონტროლის აუცილებელს ხდის გლობალური სტაბილურობისთვის. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ. ევროპელების სისუსტეს აჩვენებენ. აშშ-კი სიძლიერესო თქვა ფინანსთა მდივანმა. მისი თქმით, გრენლანდიის საკუთრებაში მიიღება გადამწყვეტი მნიშვნელობისა რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკური ჭადრაკის მატჩი. პრეზიდენტი თვლის, რომ უსაფრთხოების გაძლიერება შეუძლებელია გრენლანდიის აშშ-ის შემადგენლობაში ყოფნის გარეშე განაცხადა
ბესენტმა. ჩინეთი ასე გამოეხმაურა ამ ამბავს, აშშ-ს მოუწოდებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საბაბად ეგრეთ წოდებული ჩინური საფრთხის გამოყენება შეწყვიტოსო. ევროპელი ლიდერები კი, როგორც გითხარით, საუბრობენ იმ შესახებ, რომ არასტორია მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენება არასტორია, ამბობს კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერი. სატარიფო ომი არავის ინტერესებში არ შედის, ჩემი მიზანია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთო, განაცხადა მან ფრიდრიხ მერცი, თუ ტარიფების წინაშე აღმოჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნდეთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება. მოკლედ, რა ხდება ამერიკასა და ევროპას შორის, ჩვენი სტუმარა გიორგი ლაბაძე, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა? ხო, შექმნა თქვენმა საყვარელმა ტრამპმა. მან კიდე ერთი მომენტი გამორჩა თქვენ გამოცხადების დროს, რომ ასევე პუტინმაც, ისევე როგორც ჩინეთმა, ასევე პუტინმაც განაცხადა, რომ ამერიკამ მოაშოროს ამ რიტორიკიდან რუსული საფრთხე გრენლანდიასთან დაკავშირებით, რადგანაც მე მგონი ყველაზე მეტად რუსეთს არ სურს, რომ ეხლა გრენლანდია გახდეს ამერიკის კონტროლის ქვეშ და პრინციპში დღეს ისე გამოდის, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიის გამო რუსეთს და ჩინეთს ახლა ისეც დაპირისპირებული იყო, მაგრამ უპირისპირდება ევროპასაც, რომელსაც თავის მხრივ განსაკუთრებით დანიას თავისთავად ცხადია, არ სურს რომ თავისი ტერიტორია ძალიან მარტივი რაღაცაა, რომ არავის არ სურს თავისი ტერიტორიის დათმობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ევროპასთანაც გარკვეულწილად გადაიკვეთა ეს ინტერესები, ტარიფებისთან დაკავშირებით უკვე ახსენეთ თქვენ და ასევე დაანონსებულია, რომ თუ ვერ მიიღწევა შეთანხმება ივნისში 25%-მდე აიწევს ეს ტარიფები. ასე რომ ამერიკის მხრიდან ცოტა ესე ვთქვათ, ყველა მიმართულებით დაპირისპირებას გავს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შეერთებული შტატები იმდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ამ საკითხში და როგორც ჩანს, ტრამპი როგორც ასეთი მარტო არ არის ამ თავის ადმინისტრაციაში ამ საკითხის გარშემო. მე ვფიქრობ, რომ იგივეს ფიქრობს სკოტ ბესენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჯეი დი ვენსი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტია და არაერთხელ იყო გრენლანდიაში ჩასული, მარკო რუბიო, აქედან გამომდინარე, ეს მთლიანი ადმინისტრაციის პოზიცია არის, რაც ხო, მაგრამ გავიგება რა ეს ხო იწევს დაპირისპირებას, ახლა თავარ მოკავშირეებს ევროპასთან ფაქტობრივად ამის არის, რომ ცივომში შედის უკვე, ხო. ხო, რა მიზეზი? ცოტა ესე ვთქვათ, გადაჭარბებულია ხოლმე ევროპელი ლიდერების მხრიდან ის მოსაზრებები, რომ თითქოს ამერიკა გადაწყვეტს, რომ დაიპყროს და რაღაც სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს და იქ რაღაც ჯარისკაცები გაგზავნეს, რომ დაახვედრონ იმ სამხედრო ინტერვენციას. ეს მე მგონი ცოტა სპეკულაციურია ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ემსახურება ასევე ამერიკის ახლანდელი პოზიციის დისკრედიტაციის მცდელობას, იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში ევროპას არ სურს ამ კუნძულის დათმობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ხო, საბოლოო ჯამში ძაბავს ორი აზრი არ არის, ძაბავს ეს ურთიერთობებს, მაგრამ ნუ ამერიკას მიაჩნია, რომ დღეს მას ეკუთვნის, მისი უნდა იყოს, მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. მიაჩნია, ესე ხო არ არის, ხო, ხა. ეს ფაქტობრივად გამოდის, რომ მთელი საერთაშორისო რაღაც წესრიგი თავზე დაიმხო. არა, მასე საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ მასე გამოვიდეს ეხა, იმიტომ რომ კიდევ მეორე რაღაც ანექსიებს და იმას არ ექნება ადგილი, მაგ გამორიცხული არის და მაგის მოლოდინიც ჩემი აზრით შეუსაბამო არის. მან სავარაუდოდ დაიდება რაღაც ხელშეკრულება რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ან ხელშეკრულება ხო ისედაც იყო რა. ხელშეკრულება არის რაღაც რამდენიმე სამხედრო ბაზაზე. ამერიკელებს სურთ, რომ უფრო მეტი ესე ვთქვათ, დაშვება. რასაც უსმინე, მე მგონი ისო ბესენტის გამოსვლა იყო რამდენიმე დღის წინ, სადაც ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ ესეთი რამ არ გვაწყობსო, რომ აი კი ბატონო მოდითო, რასეულდებიან ხო ამერიკელებს, არის ხელშეკრულება, მოდით და რა ბაზებიც გინდათ აქ ააშენეთ. პრობლემა არ აქვს და ეს ადამიანი ამბობდა, რომ ამოდისო ჩვენ რამდენიმე ასეული მილიარდის ინვესტიცია უნდა ჩავდოთო სხვის ქვეყანაშიო და ეგეთი რამე არ გვაწყობსო, რატო უნდა გავაძლიეროთო სხვის ტერიტორია, ამიტომ გვიდა რომ ჩვენი იყოსო. სხვაგან ფული რატო უნდა ჩავდოთო და ეგეთი არგუმენტი. ხო და მაშინ თუ ჩვენი იყოს გვინდა ნიშნავს რა უნდა შეიძინონ. უნდა შეიძინონ. შეიძინონ არ ყიდის დანია და როგორ ნუ იქ ისე მოხდება გარკვეული ურთიერთობები, რაც დანიის გარკვეულწილად სასარგებლო პოზიცია იქნება და ამერიკისაც, სადაც სავარაუდოდ მოხდება რაღაც გავსი ხელშეკრულება. ეხა ალასკაზე ალბათ ცუდი შედარება, რომ გავაკეთოთ ეგ შედარება, როგორც რუსეთისგან იყიდეს თავის დროზე 1867 წელს, მაგრამ
რაღაც დაახლოებით მსგავსი ფორმა შეიძლება შეიძინოს ამან, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არა, როცა გრენლანდიაზე ლაპარაკობენ, ეს არის პირველი ადმინისტრაციის დროსაც ტრამპი ამას აჟღერებდა, მერე ბაიდენის დროს პრინციპში ბაიდენს ადმინისტრაციას არ ქონია, მაგრამ ნუ ტრამპს ის გუნდს ისე უნდოდა ეს მომენტი და დღეს უკვე ამაზე სერიოზულად ლაპარაკობენ. ხო და რეალურად რომ მიუდგეთ უსაფრთხოების ნაწილს, მე მგონი შეერთებული შტატების ესე ვთქვათ განსაკუთრებულ სამხედრო შესაძლებლობებში და ყველაზე გამორჩეულ ძალაში მე მგონი არავის არ ეპარება ეჭვი და ამასთან ერთად არც იმაში არ ეპარება ეჭვი, რომ იგივე რუსული საფრთხის შეკავება ამერიკას ბევრად უკეთ შეუძლია თავის მხრივ ვიდრე ევროპის სახელმწიფოებს. ნუ სამწუხაროდ საბედნიეროდ ესეა და ის რასაც ემსახურება საბოლოო ჯამში, რის გამოც ასაბუთები რომ მათ ჭირდებათ გრენლანდია, ეს ერთ შემთხვევაში არის შესაძლო იერიშის შემთხვევაში ეს კინის გუმბათი რაც ახსენეთ მარტივი მათ კონტროლებადი იქნება. ოქროს გუმბათი ქვია ხარ. ბოდიში, კინის გუმბათი ეგ ისრაელშია ხო. ოქროს გუმბათი რომელიც დაანონსებული აქვს ტრამპს, ეს ამის მუშაობის შემთხვევაში ამერიკამდე ვერ მიაღწევს ეს რაკეტები. ნუ ეს ეხლა ეს არ ცოტა ესე სპეკულაციურია რეალურად რო ვთქვათ კაცმა არის ეხლა რუსეთს მოუნდება თუ არ მოუნდება ოდეს რაც მაგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, მაგრამ ნუ ესე ასაბუთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე წყალქვეშა ნავების გადაადგილებას, რუსულ წყალქვეშა ნავების გადაადგილებას გრენლანდიის ახლოს წყლებში და ოკეანეში კონკრეტულად, მე მგონი ამაზე არ არის კითხვის ნიშანი, ეს რეალურად ხდება და ამის შეკავების რესურსი და უნარი, როგორც ბოლო თვის განმავლობაში აღმოჩნდა, გააჩინა სწორედ ამერიკულ ფლოტს, რომელმაც უკვე 6 ტანკერი დააკავა. მათ შორის რუსული წყალქვეშა ნავების გარშემო ყოფნის დროს, ასე რომ ესე. ხო და ანუ ნატოს ფარგლებში ხო შეიძლება ეს თანამშრომლობა შედგეს, ხო? რასაც ახლა ფელი ევროპა საუბრობს მის შესახებ, რომ ამას შეიძლება ნატო დაანგრიოს საბოლოო ჯამში. ხო, ასეთმა განსაკუთრებულობამ ევროპასა და ამერიკას შორის. მე მაინც იმას გავამეორებდი მაინც, რომ ევროპელ ლიდერების მხრიდან ესეთი განცხადებები არის ბუნებრივი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათ არ სურთ არც ერთ შემთხვევაში გრენლანდია აიღოს სხვა, ვიდრე მათ ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე ისინი ყველაფერს იტყვიან და ასევე მოიმოქმედებენ კიდეც იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება არ შედგეს. ეხლა იმის მიუხედავად, რომ ევროპა და ამერიკა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან და ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, ასევე აქვთ განსხვავებული ინტერესები, როგორც ჩანს და აქედან გამომდინარე ამ ნაწილში არ ემთხვევა მათი ინტერესები. ეხლა ეს ნატოს რამდენად დაანგრევს ნატო მე მგონი ამერიკის საწინააღმდეგო არ შექმნა, ხო? ნატო ამერიკამ შექმნა. აი მაგალითად ეხლა პოლიტიკომ დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს. აშშ-ის გარეშე და უკრაინის მონაწილეობით. ძალიან კარგი სიზამს თუ. გამოცემა წერს, რომ ტრამპის მუქარა გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების შემოღება ევროპის დედაქალაქებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ევროკავშირსა და მის გარეთ უკვე არსებობს სრულთა კოალიცია, დაახლოებით 35 ქვეყნის ჯგუფი, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის, რომლების კოორდინაციას უწევენ მოქმედებებს აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. პოლიტიკო აღნიშნავს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ახალი ალიანსის მთავარი ელემენტი, როგორც ევროპაში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა, დიდი არმიით, განვითარებული დრონების ინდუსტრიითა და რეალური საბრძოლო გამოცდილებით, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალასთან ერთად. ასეთი ბლოკი სერიოზულ ძალად გადაიქცეოდა. მე მგონი უკრაინელი ხალხი მაგას იხვეწება ამდენი ხანი, რომ ევროპა ცოტა მეტი კონტროლი. ხო, წარმოგიდგენია ეს ახლა ამერიკის გარეშე. ეს გამოიწვია ნატო უნდა დაიშალოს და შეიქმნას ახალი ალიანსი ევროპის კონტინენტზე. თუ დასავლეთ უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ეგ ყველა შემთხვევაში გამორიცხული გონია პირადად მე ახლა. იგივე სამხედრო ბიუჯეტები რო შევადაროთ, ამერიკის ბიუჯეტი ყველაზე დიდი შემდგომი კონტრიბუტორი ვინც არის, აღემატება 10-ჯერ მის ბიუჯეტს, გულისხმობ გერმანიას და ეხლა ამ პირობებში როგორ შეიძლება ესე უცებ ამერიკის ჩანაცვლება, მე ძალიან მეეჭვება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს ესე ვთქვათ, გარკვეული შიშები რაც ევროპაში გაჩნდა, რომ საჭიროა თავიანთი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება. როგორც ამერიკა და ისე უკრაინა და რავი, ჩვენც მე მგონი, ქართველებიც მაგას ვიხვეწებით, რომ ევროპამ საკუთარი წარსული რაღაც ხრი გაიხსენოს და გარკვეულწილად ხა არ გულისხმობ რაღაც ომების დაწყებას, წარსულის გახსენებას, გულისხმობ ისეთი პოზიციის შექმნას, როცა დამოუკიდებლად შეიძლება საკუთარი თავის და თავისი პარტნიორების და მეზობლების დაცვა და
თუ ამას გააკეთებს ევროპის კონტინენტზე არსებული ერები და სახელმწიფოები, ეს მხოლოდ პოზიტიური სიგნალი იქნება. ხა საბოლოო ჯამში ნატოზე როგორ აისახება, კიდევ ვიმეორებ. ამერიკის გარეშე ევროპის უსაფრთხოება ჯერჯერობით წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ თუ ეს ახალი ალიანსი თავიანთი თავის უსაფრთხოებას განაპირობებს, საბოლოო ჯამში, ხო, ახალი ალიანსი ნიშნავდეს ნატოს დაშლას საბოლოო ჯამში. ხო, აქამდე მივიდეს. ნატოს დაშლას კიდევ ვიმეორებ, არც ერთი ევროპული სახელმწიფო ნატოდან გასვლას არ ისურვებს, რაც არ უნდა ეგ ახალი ალიანსი დაიწყოს, იმიტომ რომ მათ იციან, რომ მათი უსაფრთხოება დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე. მაგრამ შეერთებული შტატები გახდა უკვე არა, ასე ვთქვათ, სანდო პარტნიორი, ხო, მათთვის. როგორ გახდა? შეიძლება გახდეს არასანდო პარტნიორი, იმიტომ რომ ხო გამოდის, რომ თავის მოკავშირეებთან ძაბავს ურთიერთობას. და არავინ არ იცის, ხო, ხა რაღაცა კონფლიქტი რომ მოხდეს, ამერიკა ამ მეხუთე მუხლს ამოქმედებს, არა ამოქმედებს, ნატოსი ეგეც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ბევრისთვის. ხო, მაშინ უნდა დაულოდოთ, როდის დაესხმება თავს ნატოს მოკავშირეს და ეგ განმარტება მე გავაკეთოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რომ ამერიკა ახლა რახან გრენლანდიის შეძენას სურს, ამის გამო შეძენა ხო არ არის აქ მარტო მომყიდეთ რაღაცა ვაჭრობა, აქ არის ზეწოლა ფაქტობრივად. ხო, ეს არის ზეწოლა, კი, ტარიფების ნაწილი არის ზეწოლა, კი ბატონო, ანუ გრენლანდიის შეძენა სურს, ყიდვა სურს, ამის გამო რომ პოლონეთს არ დაეხმაროს, მაგის შეჯიბრებთან არაერთი პირობა არ არსებობს ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთზე როგორც ნატოს ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში და ხა ეგ სპეკულაციური არის ხა რა მოხდება იმის გამო რომ გრენლანდია უნდა მისი ნაწილი ახდეს პოლონეთს დაეხმარება თუ არა ეს არ ვიცი მე არ გეთანხმებით მაგაში პოლონეთს არ დაეხმარება ხო არ ვიცი არა ხო გაჟღერდა ასეთი მონაცემები რომ უბრალოდ ინფორმაცია რომ შეიძლება ვთქვათ უღირს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც ხა ლატვიაზე თავდასხმის შემთხვევაში მეხუთე მუხლის ამოქმედება და ასე შემდეგ და ეს კითხვები რჩება ალბათ მაგრამ ეხლა კიდე ერთი დაემატა უკვე შენ კი ამბობდი რომ ომი არ იქნება და შეჭრა არ იქნება გრენლანდიაშიო მაგრამ ეს ნორვეგიის პრემიერისთვის გაგზავნილი წერილი ცოტა სხვა რამეზე მიანიშნებს ასე ვთქვათ ვინც არ იცის მათ ვეტყვი რომ ცნობილი გახდა რომ დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერს წერილი გაუგზავნა რომელშიც წერდა რომ აღარ სჯეროდა მხოლოდ მშვიდობაზე ფიქრის აუცილებლობის იმის გათვალისწინებით რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია 8+ ომის შეჩერებისთვის არ გზნობ ვალდებულებას ვიფიქრობ მხოლოდ მშვიდობაზე. ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვისო და ნუ ხო ამ შემთხვევაში ეს იყო გრენლანდიაზე საპასუხო და ხა არ ვიფიქრებ მშვიდობაზე, ბევრმა შეგაიგო ისე რომ შეიძლება შემოვიჭრა გრენლანდია. რამდენად დღის მაგ წელზე იმის რა ქვია ჩაძიება? ახლა არა ამ კაცს რაღაცა ობსესია აქვს ამ იმაზე რა ქვია ნობელის პრემიაზე ხო რატო რა ხდება? საბოლოო ჯამში გრენლანდიაზე თავდასხმის მოლოდინი მე მგონია აბსურდული. პირდაპირ ვიტყავ. რამე იყო გუშინ აბსურდული და გუშინ წინ. მაგალითად, ეხა ალბათ რომ ეკითხათ ჩემთვის მადუროს მოტაცებამდე ერთი კვირით ადრე შეიძლება გეთქვა რომ ვერ წარმოგიდგენია ასეთი. მადუროს მოტაცებას ოპერაციის სიზნელიდან გამომდინარე ვიტყოდი რომ ვერ წარმომიდგენია თორე ის რომ ამერიკელებს მადუროს გატაცება უნდა და ამაზე ორი აზრი არა ეს უნდა გრენლანდიაც უნდათ რა. მაგრამ ნახეთ აქ არის განსხვავება. მადუროს მუტაცება და ვენესუელა იყო გამოცხადებული ამერიკის მტრად 50 მილიონი იყო დაწესებული რომ მადურო ვიმეს გადაეცა მისთვის და ერთადერთი პრობლემა რასაც შეიძლება ჩვენ დაგვინახა მაგ შემთხვევაში და პირადად მე ეს იქნებოდა შეძლებდნენ თუ არა ისეთი ხარისხის ოპერაციის ჩატარებას და როგორც ჩანს შეუძლიათ. ახლა გრენლანდია ჯერჯერობით მტრად არავის არ გამოუცხადებია პრინციპში და არც დანიის პრემიერ-მინისტრს დაუყენებიათ, რა ქვია, 50 მილიონიანი ის, რა ქვია, მაგას პრიზი. ეს სხვადასხვა რაღაცა არის. ქვეყანა, ასე ვთქვათ, გაცხადებული აქვს მიზანი, რომ რაღაცა ყველა მიზეზ გარეშე ეს კუნძული უნდა იყოს ამერიკის საკუთრება, ასე ვთქვათ. ამაზე დანია და ევროპა არ არის თანახმა. სადამდე შეიძლება, ბაში როგორია შენი პროგნოზი, სადამდე შეიძლება ამ მიგვიყვანოს? ეს ურთიერთობა ევროპასა და ამერიკას შორის სადამდე შეიძლება მივიდეს? სადამდე ალბათ მივა რაღაც კიდე მეტ ტარიფებამდე საუბარი არის რაღაც გარკვეული ურთიერთობების გადაძაბვამდე და მე ამ ბოლოს ამერიკიდან იმის დაძალებამდე რომ თქვა თუ ამას არ გააკეთებთ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკა ვეღარ უზრუნველყოფს და საბოლოო ჯამში ხა ეს ამერიკის წარსულში ესეთი რაღაცები მომხდარა აი გულისხმობ
ცოტა შორეულ წარსულში ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როცა საუბარი იყო, რომ შეერთებულ შტატებს უნდა გაეკონტროლებინა კონტინენტი და იმ კონტინენტზე სხვა ძალებს არ უნდა ჰქონოდათ გავლენა, ამას აკეთებდნენ ხოლმე და ამას მიაწერდნენ, რომ ეს არის მათი ბუნებრივი ვალდებულება, რომ კონტინენტი დაიცვა. და ანუ გრენლანდიას ახლა მასე უყურებენ. აი ჩვენ რო დავაკვირდეთ არაერთ კომენტატორს ამერიკელს, ისინი ამბობენ, რომ გრენლანდია არ არის ევროპა, ეს არის ჩრდილოეთ ამერიკა. ნუ მართლა კანადასთან უფრო ახლოსაა გრენლანდია ვიდრე აშშ-თან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კონტინენტთან უფრო ახლოსაა ვიდრე ევროპასთან. ასე რომ ეს არის ახლა მოცემულობა, ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, ეს სწორია თუ არასწორია, მე ისტორიული პერსპექტივიდან ვიძახი იმას, რომ მოლოდინი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ამერიკელები ამ მიზანს მიაღწევენ, ასე თუ ისე. მე ეს როგორ აისახება მათ რეპუტაციაზე, რა ფორმით გააკეთებენ ამას, რა თქმა უნდა, ეს განხილვის საგანია და მნიშვნელოვანია და საფრთხილოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ პრაქტიკიდან გავაბნარე, რაც ამერიკის წინა საუკუნეების ისტორიაში იყო ხოლმე და როგორც ისინი მოქმედებდნენ, ლოგიკა ის არის, რომ ისინი ბევრ რამეს გააკეთებენ, ყველაფერს თუ არა, რაღაცებს ესე ვთქვათ, გადაუხვევენ იმისთვის, რომ ეგ ესე ვთქვათ, მიაღწევენ მაგ მიზანს. ასე რომ რთული პროცესი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში გონია, რომ ეს ესე დამთავრდება რა. ნახოთ, როგორ იქნება. ამერიკა მიაღწევს მიზანს, რას გულისხმობს, რომ გრენლანდია გახდება 51 შტატი თუ? არა, შტატობა არც უნდათ, მე მგონი, ამერიკელებს ტერიტორიის სტატუსს მიანიჭებენ დიდი ალბათობით თუ ეგ მოხდა, მაგრამ გულისხმობ რაღაცა ხელშეკრულების ფარგლებში შეძენას ან 50-იან 100 წლით გადაცემას ან რაღაც ესეთი სავარაუდოდ ხელშეკრულება დაიდება რაღაც მსგავსი. ესე მგონი. ხო, საინტერესოა და მანამდე რაღაც საბჭო შექმნა, კიდევ მშვიდობის საბჭო, რომელიც დაარქვა ტრამპმა, ეს არის ღაზას სექტორთან, ღაზას მშვიდობის საბჭო. სადაც ითხოვს ტრამპი, რომ გაწერნებისთვის $1 მილიარდი უნდა გადაიხადონ ქვეყნებმა. პუტინმა თქვა, რომ მიგვიწვიაო, ახლა ლუკაშენკომ თქვა, რომ მეც მიმიწვიაო ტრამპმა ამ მშვიდობის საბჭოში და რა ხდება? დიქტატორების საბჭოს ხო არ ქონდეს? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეს ისთვის სჭირდება ამერიკას ღაზასთან დაკავშირებული მშვიდობის საბჭოს შექმნა ჯერჯერობით მარტო ისე დაიდო რა ქვია ზედაპირულად და სიმართლე არ ჩამეხედავს ეს ზუსტად რომ პუტინი რატომ არის იქ ან ლუკაშენკო ვერ გეტყვით მაგას ზუსტად თუმცა ანუ ეხა რაღაც თანამონაწილეობა თუ უნდა მილიარდი უნდა გადაიხადოს ყველა ქვეყანა ეს ნახეთ და არ ვიცი ალბათ რაღაცისთვის ამზადებს მე ამ ფინანსებს. ვერ გეტყვით, ძალიან ძნელი საპროგნოზო არის ეს. ხო, ერთ-ერთი ფიქრობ, რომ ღაზას აღდგენისთვის ალბათ, მაგრამ არ ვიცი, ხო, ნახოთ. ხო, ნახოთ. უფრო მეტი გახდება ალბათ, ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა ტრამპი ფაქტორად მთელ მსოფლიო წესრიგს თავდაყირა აყენებს და ეს თვითონ ამერიკაში რამდენად აზიანებს მის რეპუტაციას. ბევრი საუბრობს, რომ შეიძლება შუალედურ არჩევნები ვეღარ მოიგონ რესპუბლიკელები. აი, მსოფლიო წესრიგის თავდაყირა დაყენების ნაწილი მე მასე არ უყურებ მაგას არის პირდაპირ გითხრათ. ხა აგი მადუროს საკითხი ეს არანაირი თავდაყირა დაყენების არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფოზე ინტერვენცია. მეორე მხრივ ირანზე იყო საუბარი, ესეც სავარაუდოდ იქნება მე პირადად მაქვს მოლოდინი რომ ამერიკა უახლოეს კვირებში განახორციელებს რაღაც დონის ჩარევას ირანში და ესეც ჩვეულებრივი მტერ სახელმწიფოზე ამერიკას გაუკეთებია ერაყის და ავღანეთის მაგალითზე ახლო აღმოსავლეთში. ერთადერთი კონტექსტი და ნამოვარდნილი და როცა საუბრობთ მსოფლიო წესრიგის და ეხლანდელი წესრიგის დაყენებაზე, ეს არის მის უშუალო მოკავშირეებთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში თქვენადაც გქონდათ დღეს აქცენტი გრენლანდიის მაგალითზე, იმიტომ რომ ის არის მოკავშირე და ფაქტობრივად იშვიათად ყოფილა მე მგონი წარსულში რომ ამერიკას თავის ნატოელი მოკავშირეებისთვის რაღაც გავსი ის დაეყენებინოს. ამიტომ ეს ნამდვილად არის ამოვარდნილი რაღაც დონეზე ამ ჩარჩოდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა რომ სოფლიო რო რაღაცა მულტიპოლარული ხდება, ვითომ და ეს რაღაცები, ეს ჩემი აზრით დაუსაბუთებელი არის. სოფლიო მულტიპოლარული უკვე გამხდარია, იქიდან გავაბნარე, რომ ამერიკის შედარების შესუსტებით ბოლო წლების განმავლობაში და ჩინეთის გაძლიერებით მოხდა მისი ამერიკის საწინააღმდეგო ძალების გაძლიერება. იქნებოდა ეს ჩინეთი თუ რუსეთი 2000-იანების დასაწყისის შემდეგ. და რასაც დღეს ამერიკა ცდილობს, ეს არის არა მულტიპოლარული სამყაროს შექმნა,
არამედ თავის ჰეგემონიის დაბრუნება. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ამას. გრენლანდიის მიერთების ტილობაც ემსახურება თავის ჰეგემონიის დაბრუნებას, რადგან ძალიან გააძლიერებს შეერთებულ შტატებს გრენლანდიაზე კონტროლი თავის მოწინააღმდეგეებთან შედარებით. გასაგებია, დაველოდოს როგორ განვითარდება მოვლენები და ფაქტია რომ შეიძლება უახლოეს მომავალში სხვანაირი მსოფლიო მივიღოთ. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ლაბაძე იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა